Top-5 ავტომობილი, რომელიც იმაზე ნაკლებადაა დაფასებული, ვიდრე ჩემი აზრით უნდა იყოს და მე-5 ადგილზე გავიდა. არც მეტი არც ნაკლები ყველა ძალიან გაიკვირდებათ, მაგრამ Volkswagen Phaeton. საქმე იმაშია, რომ ეს მანქანა ჩემი აზრით ბიზნეს სედანების ხელოვნების ნიმუშია რა. ძალიან მაგარია, ფანტასტიკურად იმართება, ძალიან კომფორტულია. თავის დროზე რაც იყო ტექნოლოგიები, ყველას და ყველაფერს უსრებს. საქმე იმაშია, რომ Volkswagen-ს იმდენად გატეხილი აქვს სახელი, რომ მის კარქმნილებასაც აღარ აქცევენ უკვე ყურადღებას. თორემ Volkswagen Phaeton დღესაც სიამოვნებით ვივლდი ამ მანქანით. ძალიან მაგარია. და მე-4 ადგილზე გავიდა Lexus IS 250. მეორე თაობა. ეს მანქანა ძალიან მაგარია რა. მე ვერ ვიგებ რატო ყიდულობენ E-Class, როდესაც არსებობს ეს ან E-Class ან C-Class. ძალიან მაგარი შემცვლელია ორივეს. იგივე საფასო კატეგორიაშია, უფრო იაფიცკია ვიდრე E-Class-ი. არასოდეს არ გაგიფუჭდება, ფანტასტიკურად იმართება და ვიზუალურადაც ძალიან მომწონს. თავის დროზე, როდესაც გამოვიდა, საკმაოდ ფუტურისტული იყო და სხვა მანქანებისგან გამოირჩეოდა. მაგრამ რატომღაც პოპულარული ვერ გახდა ისეთი, როგორც უნდა გამხდარიყო, ამიტომ ჩემი აზრით ნამდვილად იმსახურებს, რომ მე-4 ადგილზე გავიყვანოთ. მესამე ადგილი, Volvo XC90. ეს მანქანა მოსიარულე ტანკია. ვინც X5-ით დადის, ჩემი აზრით უმეტესობა უნდა გადაჯდეს ამ მანქანაზე, მას შემდეგ რაც მათი ასაკი გადაცდება 35 წელს. ეს არის უკვე დაღვინებული, ჩამოყალიბებული ადამიანების მანქანა, რომელსაც ოჯახი ყავს და უნდა რომ თავისი ოჯახი უბრალოდ უსაფრთხოდ იყოს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში resale price-ი აქვს ცოტა დაბალი რა, ანუ რო იყიდი რაღაც ფასად, მერე ძალიან უნდა დააკლო ფასი გაყიდვა თუ გინდა, იმიტომ რომ მარტივად ვეღარ გაკიდი. მეორე ადგილზე გავიდა Mercedes CL65 220 კუზაოს კუპე. მესმის რომ ძალიან ბევრს ეგ თაობა არ მოწონს, მესმის რომ ზოგადად 220 Mercedes-ის ფანების კი ვერ იტანენ, მაგრამ მე ძალიან მომწონს. საკმაოდ კომფორტულია, იმ დროისთვის ინოვაციური, 65 ჩადეს უკვე შიგნით და ძალიან სწრაფი იყო. დღესაც საკმაოდ ძვირი ღირს ეგ მოდელები და ჩემი აზრით ბევრად უფრო მეტად უნდა იყოს დაფასებული ვიდრე არის. ახლა კი პირველ ადგილოსანი მანქანა, რომელიც ალბათ ყველაზე ნაკლებადაა დაფასებული და ყველაზე დიდ უსამართლობას მიჩენს, როდესაც ამ მანქანაზე ვფიქრობ, ეს არის Honda S2000. ეს მანქანა არის სრულყოფილი. ფანტასტიკურად იმართება. წონის გადანაწილება აქვს იდეალური, სრულყოფილი. ამაზე საიმედო, კარგად სამართავი და მხიარული კუპე სხვა არ არსებობს. მოკლედ, ვისაც ეს მანქანა არ უტარებია, ის ვერ მიხვდება რამდენად მაგარი ავტომობილია. ჩემი აზრით, ერთადერთი პრობლემა, რაც ამ მანქანას აქვს, არის ის, რომ თავიდანვე მარკეტინგში ის არ იყო ასოცირებული მდიდრულ რაღაცეებთან რა. S2000-ით არ დადიოდნენ მდიდრები, ეს წარმოდგენა არ შეუქმნეს ხალხს, ამიტომაც დროთა განმავლობაში ხალხმა S2000 შედარებით მიივიწყა. უფრო ვიტყოდი, რომ ისი არ დააფასა, როგორც უნდა დაეფასებინა. მოკლედ, მეგობრებო, ეს იყო ჩემი top 5 ყველაზე underrated მანქანა. წარვდეთ.